აივანზე დამსვა, მოაჯირზე და მაგდებდა. ასრში ჩაგდებდა დაგმარხავ, როგორც დაკავებულს, თავში მუშტი. იარაღის დაუჭირა დამიზნებით ახლო. ის რასაც ახლა ისმენთ, მძაფ სიუჟეტიანი ფილმის სცენარი არ არის. მოვლენები აქ და ახლა 2026 წლის საქართველოში ვითარდება. თხრობელი პოლიციის მაღალ ჩინოსნის ცოლია. უმძიმესი ბრალდებების ადრესატი კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა. ბავშვები ტირიან, რომ დედა მოკლავს დედა. აი ჩოლო ეს ხო ყველაფერი მათაც იციან. ეშინიათ რომ დედა არ მოუკლას მამა რომელიც პოლიციელი. პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნის, მოქმედი ცოლი შაბათის ეთერს ძალადობის შოკის მომგვრელ ფაქტებს უყვება. სოფია სიგუას ექსკლუზიური ინტერვიუ მსხვერპლი ქალის თავდაცვის ბოლო საშუალებაა, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საზოგადოებას წინასწარ აცნობს. როგორ შეიძლება ადამიანმა ჩინოვნიკმა დაჩაგროს ცოლი? ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი მუდამ და ვიყავი ჩუმად. ადამიანი ცოლს რო ასეთი სისასტიკით ექცევა, ის გარეთ რას იზავს? მე გვინახია აგრესიული ღონისძიებებზე და მე ძალიან კარგად ვიცი მაგის სახე, მაგრამ ჩემთან ისე არაადეკვატური სისასტიკით სახით ბრძოლობდა და ისე მისწორდებოდა, სულ ვეუბნები დაკავებული ხო არ ვარ, ესე რატომ მეკცევი და გამაოგნებელი ამბების შინაარსი არ მოიცავს მხოლოდ ძალადობის ფაქტებს. მაღალჩინოსნის ცოლის ნაამბობი პირდაპირ მიუთითებს კიდევ უფრო მძიმე დანაშაულზე. მკვლელობის მცდელობაზე, რაც სოფია სიგუას თუ დავეყრდნობით, მისმა პოლიციელმა ქმარმა უკვე არაერთხელ ჩაიდინა. ყოველთვის მე მუქრებოდა იქნები გაუხსნელი მკვლელობა, იქ ხო იცი ჩემზე უკეთესად არავის გამოსდის. წაგიყვან. კი, და სხვათა შორის მცდელობა ქონდა აივანზე დამსვა, მოაჯირზე და მაგდებდა. იქიდან ამის კადრებიც ჰქონდა, თუმცა თვითონ წამიშალა ეს კადრები. უბრალოდ რომ გახედა და დღის შუქი იყო და ბევრი სხვა მეზობლების წინ კორპუსი იყო, მიხვდა რომ არასარფიანი დროში არჩია. იქნები უბედური შემთხვევა, უცებ შეიძლება ფანჯრიდან გადავარდე. თან ვფიქრობდი იარაღით მაინც მოვეკალი. მეთქი ეს ფრენა რაღაცა უნდა მასწავლოს. აი ამას რო უკვე აირჩევ, ეს არის ძალიან საშინელი. მე რეალურად განვიცადე აბსოლუტურად ყველაფერი აივნის კიდეზე მე-12 სართულიდან რო ვიყავი გადაკიდებული. ეგ იყო ჩემთვის არის პოლიციელის ცოლი ყვება, როგორ ახსენებდა ძალადობის დროს მისი მაღალჩინოსანი მეუღლე, რომ გაუხსნელი მკვლელობების დიდოსტატია. არადა დეტექტივების სამმართველოს შეფსა და სოფია სიგუას 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. ძალადობის მსხვერპლი ამბობს, რომ პოლიციელი მას ორსულობის დროსაც სცემდა. ცემდა ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა. აგიყვან კასრში ჩაგდებდა დაგმარხავ, უგზოუკლოდ დაკარგულად გამოგაცხადებ. ყოველთვის თავს იზღვევდა, ამ ყველაფერს რო შვებოდა ტელეფონს მართვევდა, ჯიპეში თვითონ იდებდა და მერე იწყებოდა რინგი. ესე იგი როგორც დაკავებულს, მე არასოდეს დაზიანება სახეზე არ მქონია, როგორც დაკავებულს, აი ამ ადგილას, აი ესე თავში მუშტით მაგდებდა ძირს და თავში მუშტით ესე, იმიტომ რომ ეს იციან კარგად როგორ არ უნდა დაგემჩნეს. პოლიციის გავლენიანი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ხმის ამოღება და სამართლებრივი ბრძოლის დაწყება ძალადობის მსხვერპლმა ცოლმა მხოლოდ ახლა მიმდინარე წლის თებერვალში გაბედა. დოკუმენტი, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას ამის გამო 2026 წლის 21 თებერვალს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. დაზარალებული ქალის მონათხრობის თანახმად ჩატარდა სასამართლოს ხდომაც, სადაც მოსამართლემ მოისმინა ის უმძიმესი ფაქტები, რასაც ახლა შაბათის ეთერის მაყურებელს ვუყვებით. სოფია სიგუამ პოლიციელი ქმრის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც. თუმცა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლისა და მუქარის მთელი კასკადი, რომელსაც ჩვენი რესპონდენტის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რონი მესხი ხელმძღვანელობდა. მე დაურეკე ჩემ მეგობარ ადვოკატს და მან კაი ავიღებო და მე იმ ბიჭმა დამირეკა, რომ რონი მესხმა დამირეკაო და მაგ საქმეს არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა მოკიდო. არა.
და ბოდიშახ მე ამას შენ უარს ვერ გეტყოდიო და ვინაიდან რადგან იქიდან ზეწოლა არისო მე ამას ხელს ვერ მოვკიდებ. აი რატო რონი მესხმა ჩემ ადვოკატს რატომ უნდა უთხრას ეგ საქმე არა იყო თორე თუდად დაგისრულდება საქმე. აი რატო? მამუკა მდინარეძის უახლოესი მეგობარი, რომელიც დაწინაურებამდე ფართო საზოგადოებამ ასევე ქალზე ძალადობის ფაქტი შემდეგ გაიცნო, იოსებ სიგუას დიდი ხნის მეგობარიცაა. სოფია სიგუა გვეუბნება, რომ წლების წინ მესხი მისი ქმრის მოადგილე იყო და მათი ურთიერთობაც იმ დროიდან იწყება. გამარჯობა ბატონო რონი, როგორ გძანდებით? კარგად, მადლობა. უცებ გითხავთ რა. საქმის კურსში თუ ხართ თქვენი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ როგორი ბრალდებები ჟღერდება? ცოლი ამბობს, რომ მკვლელობის მცდელობით ამუქრებოდა აივნიდან აგდებდა და გენინსპექცია საქმის კურსშია. ვინ არის მაღალჩინოსანი? იოსებ სიგუა ბატონო რონი და თქვენ ადვოკატთან რა გესაქმებოდათ ამ ცოლის ადვოკატთან? აუგრძალეთ რომ დაეცვა და მიატოვა. აი, დაცვის ქვეშ. ოჯახური კონფლიქტი აქვს. ოჯახური რანაირად მკვლელობის მცდელობა? მოდიხარ. ანუ საქმის კურსში მოდიხარ და მეკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეს მოკლე კომენტარი რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. ბატონი რონი თავად დადასტურებს, რომ სოსო სიგუასა და მის ცოლს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ საქმის კურსშია. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასე იცოდეს მან 40,000-ზე მეტი პოლიციელის ოჯახური ამბებიც. რაც შეეხება მთავარს, რატომ დაემუქრა ის სიგუას ცოლის ადვოკატს და რატომ არ რეაგირებს გენინსპექცია მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, რაზეც სოფია სიგუა გენინსპექციას ჯერ კიდევ თებერვალში უყვებოდა. მესხი არც ერთ ამ საკითხს არც უარყოფს და არც ადასტურებს. მხოლოდ იმას ცდილობს, რომ კითხვები უპასუხოდ დატოვოს. გეკითხებით, დანაშაული არის თუ არა? გენინსპექციამ რატო არ მოახდინა რეაგირება? სირცხული ის არის, რომ რეაგირებას არ ახდენთ, ბატონ რონი. შაბათის ეთერმა მოიპოვა შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც სოფია სიგუას მონათხრობის ერთ ნაწილს ფაქტებით ადასტურებს. გარიგება 2026 წლის 4 მარტით თარიღდება, ანუ შედგენილია იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან 2 კვირის შემდეგ. ნოტარიუსის დამოწმებულ ორმხრივ შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ თუ სოფია სიგუა პოლიციელი ქმრის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილ სარჩელს გამოიტანს და შემაკავებელი ორდერის გაუქმებას მოითხოვს, ქორწინებაში თანაცხოვრებისას შეძენილი ქონების თანამესაკუთრე გახდება, რაც მანამდე ასე არ ყოფილა. მაიძულეს რომ ეთქვა, გამეუქმებინა ეს ზარი, გამეუქმებინა შემაკავ, ოღონდ დაიწყო უბრალოდ მარტივი მოთხოვნები და გავიდა რთულში, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მეუარყო თუ რამე არსებობდა ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ანგელოზად გამოვიყვანე, აღონ ნელ-ნელა მუქარით ზეწოლით. რატო იმალე? შეთანხმებიდან 3 თვეში სოფია სიგუას თქმით, პოლიციის მაღალჩინოსანმა უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე. მოითხოვა გარიგების გაუქმება და მისი შვილების დედასთან თანასაკუთრებაში არსებული ქონებების უკან დაბრუნებაც. მეტიც, დეტექტივების სამმართველოს შეფმა სიდედრისა და სიმამრის ქონებების დაყადაღება და წართმევაც მოინდომა. დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო პოლიციის მაღალჩინოსნის საჩივარს ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია ის, რომ იოსებ სიგუას ცოლის მიმართ ჩადენილი დანაშაულებები ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ყველაფრის გაუქმებას ითხოვს, თქვა ალიმენტზე უარი. აქ დედა ჩემს და მამა ჩემს თხოვს ქონებას. დედა ჩემის კუთვნილ ქონებას ითხოვს. კიდევ რას მეუბნება, რომ შენ თუ მე ეხლა იმას იზავ, რა ქვია, ოდესმე მიჩივლებ და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს გადაიტან რეალურ სამართლ ჭრილში, აგიყვანს აგიჟესში, გაგიკეთებენ ისეთ იმას, რა ქვია, წამალს, სადაც სანამ შენ ალტერნატიულ ექსპერტიზას მოითხოვ, ნივთიერება ისეთი გექნება ორგანიზმში, რომ უკვე ნამდვილად ალტერნატიული ექსპერტიზაც კი დაადასტურებს, რომ შენ ხარ შეურაცხადი და ამით მოგიშორებს. რატომ არ რეაგირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უფრო ზუსტად კი გენინსპექცია პოლიციელის მიერ ჩადენილ სავარაუდო მძიმე დანაშაულზე? მაშინ როცა უწყების მთავარი ფუნქცია სწორედ სამართალდამცველების გადაცდომების შესწავლაა. ვინ არის და ვისი მფარველობით სარგებლობს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ცოლის მკვლელობის მცდელობამდე კიდევ არაერთ სკანდალში იყო გახვეული. ანუ კონკრეტული ღონისძიებები გვაინტერესებს, ბატონო იოსებ. კონკრეტული ღონისძიებები სხვა ვითარებაშიც როგორ ხდება? კამერაზე არის ადამიანი, მნიშვნელოვანია, არ იქნა იდენტიფიცირებული და როგორ ხდება? გასაგებია, კარგი, პასუხი არ არის.
იოსებ სიგუა საზოგადოებამ პირველად ხორავას საქმის გამომძიებლის რანგში გაიცნო. მას დათუნა სარალიძის მკვლელობის ფალსიფიცირებას ედავებოდნენ. პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხვისას მისმა უჩვეულო მღელვარებამაც ბევრი კითხვა გააჩინა. გაგიმატავ ჩემ მომავალობებს. მეთოდურად ხელმძღვანელობ მეთოდურად ხელმძღვანელობ შემადგენლობის საქმიანობას. სამსახურეობრივად კონტროლს უწევ კონფიდენტური საქმიანობის იოსებ სიგუას გვარი გამოჩნდა საბას ხვიტარიძის წამების საქმეშიც. 2024 წლის 5 დეკემბერს ხვიტარიძის მიმართ პოლიციელების მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები თავად დაკავებულის მონათხრობის თანახმად სწორედ სიგუას სამმართველოში მოხდა. სამი ადამიანი მაკავდა და ესენი ისევ წავდოდნენ ჩემზე. მითხარით საბას ხვიტარიძის წამების თვითმხილველი ხართ ერთ-ერთი. კაი, გაგვატარე. არა, ვერ გაგატარეთ. რა უაზრო კითხვები და კაი, მაცადე. იოსებ სიგუა მესამე სექტორმა ანდრო ჭიჭინაძის, უნისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის წინააღმდეგ შეკერილი საქმის ერთ-ერთ ავტორადაც დაასახელა. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში მიცემული ცრუჩვენება სიგუას წინააღმდეგ უკანასკნელი ბრალდება არ არის. ვიღაცას გაუგზავნეს, ჩემი ფოტოები 4-5 გადაიღეს და იქიდან პასუხი მოვიდა, აიყვანეთ სიგუასთან. იოსებ სიგუაზეა საუბარი, რომელიც შემიძლია თამამად ითხრათ, რომელთანაც მე მიმიყვანეს. ყოფილი სამხედრო, რომელიც 2024 წელს აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს ყვება, რომ საწამებლად ის სწორედ იოსებ სიგუას კაბინეტში სამმართველოს მეოთხე სართულზე ყავდათ აყვანილი. და პირდაპირ თქვენი თანამშრომელი ბატონი მაკა ჩიხლაძესთან დაკავშირებით რაც მოხდა თავდასხმა, პირდაპირ იმას მტენიდა. ამ ფაქტების შემდეგ რიტორიკული გამოდის შეკითხვა რის გამო ხუჭავს თვალშინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალჩინოსანი პოლიციელის მიერ ჩადენილ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებზე. მით უფრო რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სოსო სიგუას გამო სამსახურიდან უდანაშაულო პოლიციელებსაც ათავისუფლებენ. ფარველი ამ შემთხვევაშიც მინისტრის მოადგილე რონი მესხი გამოდის. ეს არის ვაკობ ხალაძე, რომელმაც მითხრა, რომ მე დამაბრალეს რომ თამაშობდი და ამ დროს სოსო თამაშობდა. ვინაიდან რადგანაც ამ თანამშრომლებს არ აქვთ ამის უფლება, რომ ეს აზარტული თამაშები ითამაშონ, ეს ბიჭი წაიყვანეს გენერალურში და დათხოვნით, სრული, უკან დაბრუნების უფლება რო აღარ ექნება, გაუშვეს სამსახურიდან. ამ ბიჭმა უთხრა, რომ ეს ჩემი არ იყო, ეს იყო სიგუასი. და ამის დამადასტურებელი მაქვს მისი ჩარიცხვები, ეს ჩარიცხვა რო სადმი მაქვს და ასე შემდეგ. მას უთხრა თურმე, თვითონ მითხრა, დამბარა რონი მესხმაო და ენას ამოგაწიწკი. მეორეჯერ ეგეთ რამე აღარ თქვაო. რაც გითხრეს, შენია, ვინ სიგუასია, ეგეთი აბსურდი მეორეჯერ აღარ გაიმეორე. ფარველებისა და გავლენების წყალობით სოფია სიგუას არ მხოლოდ ადვოკატი ჩამოაშორეს. პოლიციის მაღალჩინოსანმა გააჩუმა ყველა მოწმე, ვინც მის მიერ ჩადენილი ძალადობის თვითმხილველი იყო. მათ შორის დაზარალებული ქალის უახლოესი ნათესავებიც. პირადად ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, რომ მე კი დაგიდგები, მაგრამ ხომ იცი, რომ ჩამიდებს, დამიჭერს, მე რა გავაკეთოთ. მაგან ცრუმოწმეები კარგად წარმოადგინა იმ кейში, ვინც იდგა, ვინც დაინახა და ვინც ჩემი ცემის გამო ეგ თვითონ ცემა იმ ადამიანმა იმ წუთას რომ ვინც დამიცვა. ის მოიყვანა მოწმეთ მისი მეგობარი, რომ ეგეთ ფაქტი არ ყოფილა და თვითონ დამიცვა იმ ბიჭი. ანუ ცრუმოწმეობაც, კი. თვითონაც ბევრ საქმეშია მოწმე, ხო? კი, ეგ ახლა ალბათ მე ისე გამიკვირდა ეს ცრუმოწვის რეალური სახე გავგიზურას, რომ არ გცხვენია შენ მიშველე, ზურა მეთქი და ნუ თვალებში ვერ მიყურებ, სველდება, მაგრამ რა აზრი აქვს, მე ვზიანდები. დაუცველი დატოვა სამი შვილის დედა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟმა, მაშინაც როდესაც სოფია სიგუა პოლიციელ ქმარს დიდძალი ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა. სოსო სიგუას სისტემამ ხელი მაშინაც დააფარა. 8 საათი ვიჭექით მე და 4 ეკიპაჟი ალბათ, რომ ველოდებოდი რფული დაბრუნებულიყო. იქ იყო ყველა ჩართულობა, იქ სამართველოს უფროსების, არ მოვიდა კრიმინალური, რაღაცა იმოქმედეთ მე.
და კაიო დავწერთო და შევხედე და რეაგირების ოქს წერდნენ. რეაგირება არის აღნიშვნა, არაფერი საერთოდ. და მეთქი ეს რას საკეთებთ? ქურდობის ფაქტია, გოგოები, მე ვიცი შემთხვევები, შამპუნს რო იპარავენ აფთიაქიდან იმათ აკავებთ, მეთქი 200.000-ზე, როგორ შეიძლება ადამიანს რეაგირების ოქმი გამოუწეროთ? ამ ძიმე ინტერვიუდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ხდება ცნობილი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დეტექტივების სამმართველოს უფროსს სამშენებლო ბიზნესი მეგობარზე ფიქტიურად ჰქონდა გაფორმებული და წილს მილიონებიანი საქმიდან რეალურად თავად იღებდა. რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება და სამართალდამცველს ავტომატურად სამართალდამრღვევად აქცევს. ირკვევა, რომ 2015 და 17 წლებიდან პოლიციის ერთ-ერთი შეფი პარალელურად კორპუსებსაც აშენებდა. 8 დასრულებული პროექტი თბილისში და 1 მიმდინარე მშენებლობა რეგიონში, სიგუას კომპანიის ანგარიშზეა. თუმცა ეს ინფორმაცია ჩინოვნიკმა დამალა და დეკლარაციაში არ ჩაწერა, რაც ასევე დანაშაულია. საქმე შესაძლოა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან მქონდეს. თუმცა ახლა მთავარი მაინც მსხვერპლი ქალია, რომელიც ყვება, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი ქმარი მოკლით ან ფსიქიატრიულში გამომწყდებით ემუქრება. ის ახლა სისტემის პირისპირ მარტო დგას და არავინ იცის, რა ფასი დაუჯდება ამ ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკი. როგორ შეიძლება სამი შვილის დედა ამხელა წნეხში და შიშის ქვეშ ცხოვრობდა? ბავშვები არიან ძალიან ცუდ დღეში.